მოგესალმებით. ეთერშია გარემოს დაცვითი გადაცემა ეკოვიზია. დღეს არის შაბათი, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ შევიკრიბეთ ჩვენს ეკობანაკში და ვისაუბრებთ მორიგ ბუნებასთან დაკავშირებულ თემაზე. რაც შეეხება ჩვენს დღევანდელ თემას, ჩვენ ვისაუბრებთ ცხენებზე და ყველა იმ საკითხზე, რომელიც უკავშირდება მათ. დღევანდელ გადაცემაში კი ნახავთ. როგორ წარმოიშნენ ცხენები დედამიწაზე? ისტორიები ცნობილი ცხენების შესახებ. გადაშენდნენ თუ არა ქართული ცხენის ჯიშები. შევხვდებით საინტერესო სტუმრებს. ვაჩუქოთ ძველ ნივთებს ახალი სიცოცხლე. რუბრიკა ჯადოსნური თითები. მაგარია, მე მზად ვარ, რომ ვისაუბროთ ცხენების შესახებ. მე ძალიან მიყვარს ბავშვობიდან ცხენები და ვფიქრობ, რომ ბევრი ინფორმაცია მაქვს მათ შესახებ. ბავშვებო, მე შეგეკითხებ თქვენ პირველი რა განცდა გიჩნდებათ ცხენთან დაკავშირებით? ცხენი, ჩემი აზრით ცხენი ძაღლს ერთგულებაში არ ჩამოვარდება, რა? ცხენი ძალიან ლამაზია და ვფიქრობ, რომ არ არსებობს ისეთი ადამიანი, ვისაც ცხენი არ უყვარს. ანი, აი შენ რა ემოცია გეუფლება ცხენთან ურთიერთობისას? ვეთანხმები ნინის, ისინი მართლა ძალიან ლამაზები არიან და მათი თანახვისას პირველი ემოცია რაც მოდის ძალიან მინდა რომ მივუახლოვდე და ის რაღაც თვალები, ძალიან კეთილი თვალები აქვთ და ყოველთვის მინდა მათი ენის გაგება. ხო. დათო, შენ? მე პირველ რიგში ძალიან დიდი სურვილი მიჩნდება, რომ უცებ შემოვაჟი ამ ცხენს და გავაჭენო და ასე ვთქვათ 9 მთა და 9 შემოვიარო ამ ცხენთან ერთად. ეს მხედრული სული იღვიძებ შენში? ანი, შენ? მე ძალიან მიყვარს ცხენები და ვოცებობ რომ მყავდეს ჩემი საკუთარი ცხენი. თუ მოინდომებ გეყოლება აუცილებლად. ხო, აი სალომეს რა განცდა ეუფლება? ცხენის პირველი დანახვისას ვფიქრობ თუ საიდან არიან ისინი წამოყვანილები და სანამ გაიწვრთნებოდნენ, მანამდე რას აკეთებდნენ, თუნდაც საიდან არიან ისინი წამოსულები. შეიძლება ითქვას, რომ ცხენი ადამიანის მიერ მოშინაურებული ერთ-ერთი პირველი ცხოველია და ის უკვე საუკუნეებია, რაც ადამიანის ერთგულ მეგობრად იქცა. ცხენის ისტორიას უძველეს საუკუნეებში მივყავართ და მოდით სიუჟეტი ვნახოთ. ავედით სიუჟეტი ვნახოთ. დედამიწაზე პირველი ცხენის მსგავსი ცხოველი მილიონობით წლის წინ წარმოიშვა. როგორც ცნობილია, ცხენის პირველი წინაპარი იმდენად პატარა იყო, რომ ზომით ძაღლს არ აღემატებოდა და ჩრდილოეთ ამერიკაში ცხოვრობდა, თუმცა ძნელად თუ მოგაგონებდა თანამედროვე ცხენს. დიდი გამყინვარების შემდეგ ეს ცხოველი გადაშენდა. მეცნიერების აზრით, კლიმატური პირობების ცვლილებასთან ერთად შეიცვალა ცხენის გარეგნული აგებულებაც და ეს ცხოველი ნელ-ნელა უფრო დაემსგავსა თანამედროვე ცხენს. შემდეგ დედამიწაზე გაჩნდნენ პირველი ველური ცხენები, რომლებიც თანამედროვე ცხენების წინაპრებად ითვლებიან. თუმცა მათი რიცხვი ბუნებაში დღეს ძალიან შემცირებულია. ადამიანის დაუფიქრებელი ქმედებების გამო ისინი თითქმის მთლიანად განადგურდნენ. ერთ-ერთი ასეთი ცხენი გახლავთ ტარპანი. რამდენიმე 1000 წლის წინ ტარპანები ევროპის ტყეებში მრავალრიცხოვან ჯოგებად ცხოვრობდნენ. ადამიანები მათ ხორცს საჭმელად იყენებდნენ. დაახლოებით 200 წლის წინ კი ტარპანები მთლიანად განადგურდნენ. ტარპანების განადგურების შემდეგ ადამიანებმა პრჟევალსკის ცხენი აღმოაჩინეს და შეისწავლეს. დროის სვლასთან ერთად მოხდა ცხენის მოშინაურება, თუმცა სად და როგორ მოხდა ეს პირველად ზუსტად არავინ იცის. უკვე რამდენიმე 1000 წელია მათ გარეშე ადამიანის ცხოვრება უბრალოდ წარმოუდგენელია. ძალიან საინტერესო სიუჟეტი ვნახეთ. თუ გაგიგიათ რამე პრჟევალსკის ცხენზე? რა თქმა უნდა, ვიცი ამ ცხენის შესახებ. ეს ცხენი ველური ცხენის სახეობა 1879 წელს ნიკოლოზ პრჟევალსკიმ აღმოაჩინა შუა აზიაში მოგზაურობისას და სახელიც მის საპატივცემლოდ ეწოდა. როგორც ისე ეს ცხენი სხვა ცხენისთან შედარებით დაბალია, ხო? კი, ნამდვილად ასეა დათუნა, თუმცა არის საოცრად ამტანი ცხენი. სხვათა შორის ძალიან საინტერესო ცხოვრების წესი აქვთ. ისინი ჯოგებად ცხოვრობენ. ჯოგში ულაყი, რამოდენიმე ფაშატი და კვიცები შედიან. ალბათ იცით, რომ ულაყი მამალი ცხენია, ხოლო ფაშატი დედალი. კი, როგორ არ ვიცით. მე გამიგია რომ ჯოგის სათავეში ულაყი უდგას, რომელიც ირჩევს დასასვენებელ ადგილს, საძოვარ ადგილს და წყლის დასალევ ადგილს, არა? ყველაზე მაგარი რა არის, იცით რომ ცივი ზამთრის დროს ცხენები კვიცებს და ავადმყოფ ცხენებს ჯოგის შუაგულში მოიქცევენ და სუნთქვით ათბობენ ერთმანეთს. წარმოიდგინეთ, როგორ ზრუნავენ ისინი ერთმანეთზე.
ისტორიულად ცხენს ბევრი ფუნქცია ჰქონდა შეთავსებული. მას გადაადგილების მიზნით, ან ტვირთის გადატანის მიზნით იყენებდნენ. უკვე რამოდენიმე საუკუნე გავიდა და დღეს ცხენი უკვე დიდი ხანია ტრანსპორტად აღარ ითვლება. მაგრამ მაღალმთიან სოფლებში, როგორც არის თუშეთი, ტურისტები დღემდე ცხენებს იყენებენ სატრანსპორტო საშუალებად. ამის მიზეზი ნინი შეიძლება ისიც იყოს, რომ ცხენით სეირნობა სიამოვნებას ანიჭებს ადამიანს. და ზოგი იმიტომაც იყენებს დღემდე, რაც ყველაზე მთავარია, არის ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტი. ახლა ვნახოთ ძალიან საინტერესო სიუჟეტი, რომელიც დათუნა მოგვიმზადა. მე ჩამოვედი კახეთში, სადაც ჩემი მეგობარ მარის ყავს ცხენები და ეხლა კი გავიცნობთ მათ. გამარჯობა. მოგესალმება. ახლა ჩვენ ცხენები რა შობია? როლომაზე ცხენი არაფია. ეს არის ორიონი, თერგული არაბი. საერთოდ თერგული ჯიში გამოიყვანეს სტავროპოლის ცხენსაშენში. და მე ეს არის არაბულთან შეჯვარებული, ანუ თერგული არაბი, რუსული ჯიში არის თერგული. რამდენი წლის არის? ეს არის 13 წლის. ნუ ქვეყანში შესულისავით არის. ეს დიდი ხანია რასტიკო. ჩვენ თალოში დგას დაახლოებით წელიწად ნახევარია. მოდი ხა ალის განახებ თუ კიდე. არამაზია. ხო, ალი არის ანგლო-არაბი, ანუ ინგლისურის და არაბული ჯიშის ცხენის ნაჯვარი. არის 5 წლის, ცოტა ხნის წინ გავხედნეთ. აი, ნახე ხელი უნდა გაშალო მთლიანად. ეს უნდა აჭამო. გოგოა თუ ბიჭი, როგორი ვარცხნილობა? არა, ბიჭი არის. ბოლოს რაღაცა ისეთი ვარცხნილობა. არაბულს ერთად უკეთებენ, აი აქ მოკლე წინ. და უკან ცოტა გრძელი ხო არის ანგლო-არაბია. ეს ცხენი სწრაფია? საერთოდ ინგლისური ცხენი სწრაფი არის. არაბული კიდე მოქნილი უფრო. და ეს ორივე ერთად. კი, ძალიან ჭკვიანია, უკვე იცის ყველაფერი მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ცოტა ხანია რაც გაიხედნა. კიდე ტოპ ცხენი. წამოდი ხა პაკოს გაჩვენებ. ეს არის ჩემი საყვარელი ცხენი. ყველაზე ხშირად ამ ცხენზე ვარჯიშობ, ეს არის არაბული ჯიშის. აქედან გამომდინარე, ცოტა აპრეხილი, სხვანაირი ცხვირი აქვს სხვა ცხენებთან შედარებით, ანუ რაც ახასიათებს არაბს, აპრეხილი ცხვირი აქვს. თაობაში ყველაზე დიდი ხანია რაც ცხოვრობს, დაახლოებით 2 წელი. ყურადღებას რატო არ ვაქცევს? ეს ცხენი გამოირჩევა თაობაში იმით, რომ ყველაზე მეტად უყვარს ჭამა. და ვინაიდან რადგანაც ეხა ჭამს, აქედან გამომდინარე ნაკლებად გვაქცევს ყურადღებას. მოდით ახლა შევკაზბოთ ცხენი. პირველად უკეთებთ აღვირს. აღვირს ერთ ასე, ტრენზელს უკეთებთ. და ამასაც გავუსწორებთ. მე ვუსწორებ ხოლმე და ბევრი არ ვუსწორებს. რამდენად რთულია ცხენის მოვლა? რთული არის, მაგრამ იცი რა, თუ გიყვარს, უკვე რთულად აღარ გეჩვენება ეს მოვლა. რა უნდა გავაკეთოთ ცხენის მოსავლელად? უნდა გაწმინდო სპეციალური გასაწმენდით, რეზინით, შემდეგ ესეთი ჯაგრისით გადაუსო, რომ მტვერი გააცილო. შემდეგ ფაფარს დავარცხნი. უყვარს ჯერითი? კი, ძალიან უყვარს, გარეთ გამოსვლა ძალიან უყვარს. ყოველდღიურად სჭირდება მოვლა ცხენს? ყოველდღე უნდა ესე გაწმენდა, შემდეგ გამოყვანა და ვარჯიში. ეს არის ვალტრაპი, რომელიც უნაგირის შიგნიდან დავაფინოთ ცხენს. აი ეს რისთვის არის საჭირო? ანუ უნაგირის ქვეშიდან ცხენი რომ სოლდება, აუცილებელია ეს კონდეს. კი, სუსტად. ეს რა არის? ეგ უფრო რბილი რაღაც არის მასაჟორივით, რომ არ ეტკინოს ეს ზურგი ცხენს. ავადგეთ უნაგირი. ხლა მოუჭიროთ აქედან მოსართავე. ცოტა ძალა უნდა. ჯიუტობს ხოლმე? ჯიუტობს? არ ჯიუტობს. ნუ, იცი რა. შენ როგორ დაჯდები, ყველაფერს გრძნობს მხედრის. შენ თუ გეშინია ცოტა თუ ის არის დაძაბული თუ ხარ ცხენიც იძაბება და უნდა იყოს ცხენზე რომ ჯდები, უნდა იყოს მშვიდად. რაც შეიძლება. და ცხენიც მშვიდად გამოყვეს. წამოდი ახლა გავიდეთ მანეჟისკენ.
დაუბრუნდით ჩვენს ეკობანაკს და ვაგრძელებთ ძალიან საინტერესო თემას. ცხენებს ოდითგანვე იყენებდნენ ბრძოლებში, ესენი იყვნენ ძველი რომაელები, ბერძნები, ეგვიპტელები და საერთოდ ცხენოსან ჯარს ერქვა კავალერია. ბრძოლის წინ ცხენებს იმის მიხედვით არჩევდნენ, თუ რა სამუშაო უნდა შეესრულებინ ამას და რაც თავარია, სწრაფად გადაადგილებისთვის ირჩევდნენ სუბუქ ცხენებს. ხოლო რაც შეეხება მძიმე ტვირთის გადასატანად იყენებდნენ შედარებით მასიურ ცხენებს. წეგან ახსენე რომ ცხენი ძალიან ერთგული ცხოველია და მას ძალიან ბევრი დაჭრილი მეომარი გადაურჩენია. ეს ძალიან ცნობილი ფაქტები კი. ერთგულებას რაც შეეხება და თუნდაც მე ვიცი რომ ალექსანდრე მაკედონელის ცხენს ეძახდნენ ბუცეფალს და მას 9-ჯერ გადაურჩენია პატრონის სიკვდილისაგან. და მაკედონელის საყვარელი ცხენი დაიღუპა ინდოეთში ლაშქრობისას. და ალექსანდრემ მის ადგილას ააშენა ქალაქი. და ეს ქალაქი შეხოთაშორის დღესაც არსებობს. მეც მოგიყვებით ერთ ძალიან საინტერესო ისტორიას ცხენზე. მას სეკრეტარიატი ერქვა. ეს ცხენი ძალიან ბევრი დოღის გამარჯვებული და რაც ყველაზე მთავარია, ძალიან კარგი მოჯირითე იყო. ხო, ნინი გამახსენდა მაგ ცხენზე, მაგ ფილმის ნანახი. ცხენებს ხვდებით სხვადასხვა ქვეყნის მითებშიც და მაგალითად ავიღოთ მითიური ცხენი, ფრთოსანი ცხენი პეგასი, რომელიც ითვლება ის სიმბოლოდ პოეზიის. რა თქმა უნდა, პოეზიის სიმბოლოდ ითვლებოდა პეგასი. მე პირადად ძალიან მიყვარს დოღის ყურება. თუმცა სამწუხაროდ არასდროს დავსწრები ვარ, მხოლოდ ტელევიზიით თუ მაქვს ნანახი. ხო, ნინი, ძველი იპოდრომი აღარ ფუნქციონირებს და ახალზე მე მგონი არ არის ჯერ დოღის ბილიკი, ხო ასეა? ცხენოსნობა ჯერ კიდევ უძველეს დროში იყო პოპულარული, მაგალითად, ეტლებით რბოლა განსაკუთრებულად უყვარდათ ძველ რომსა და საბერძნეთში. და თქვენ წარმოიდგინეთ, ეს სახეობა შესული იყო ოლიმპიური თამაშების პროგრამაშიც კი. რომ აღარაფერი თქვათ სამეფო დოღზე, რომელიც ინგლისში ყოველწლიურად ტარდება. მას ინგლისის დედოფალიც ესწრება და ამ დოღისთვის ინგლისელები ყოველ წელს განსაკუთრებულად ემზადებიან. ცხენების გარდა ამ სანახაობის მთავარი აქსესუარი უჩვეულო და ლამაზი თავსაბურავებია. სხვათა შორის, ცხენები ჰოლივუდის ვარსკვლავებსაც ძალიან უყვართ. მაგალითად, რიჩარდ გირს ძალიან ლამაზი და მოხდენილი აპალუზები ყავს. კი, გიორგი, ეს ჯიში ამერიკაში ძალიან პოპულარულია და მათ წინაპრებად ველურ მუსტაგებს მიიჩნევენ. ჯულია რობერტსაც ძალიან უყვარს ცხენები და მას დოკუმენტური ფილმიც კი აქვს გადაღებული სახელწოდებით მონღოლეთის ველური ცხენები. ეხლა კი ნახოთ რუბრიკა ჩადოსნური თითები. დღეს ჩვენ ნარჩენი ნივთებით ცხენის აწყობას ვისწავლით. არ დაგავიწყდეთ, ძველი ნივთების ხელახლა გამოყენებით ჩვენ შევამცირებთ ნარჩენებს. ამისთვის დაგვჭირდება 2 ცალი პლასტმასის ოვალური ბურთულა, ერთი შედარებით დიდი ზომის, მეორე კი პატარა. შავი ძაფი, 4 ცალი პლასტმასის ჭხირი. ლურჯი, თეთრი და შავი პლასტელინი. 2 ცალი ქაღალდი, თეთრი და ყვითელი. 2 ცალი ფანქარი. მშრალი წებო და მაგრადელი. პირველ რიგში გავაკეთოთ ტანი. ამისთვის ავიღოთ დიდი ზომის პლასტმასის ბურთულა, გავხსნათ და გვერდზე გადავდოთ. ავიღოთ შავი ძაფი, გადავკეთოთ რამდენიმე ფენად და მოვჭრათ. ძაფის ერთი ბოლო გავკვანძოთ და გავუკეთოთ პლასტმასის ბურთულას ხვრელში. აი ასე. ამის შემდეგ მაგრატლით მოვჭროთ მეორე ბოლოც. ბურთულას დავაფაროთ მეორე ნაწილი. ცხენის ტანი და კუდი უკვე მზად არის. ახლა ავიღოთ პლასტმასის ჭხირები, გავჭრათ 4 ნაწილად და გავაკეთოთ ფეხები. წებოს საშუალებით ეს ჭხირები მივამაგროთ პლასტმასის ბურთულაზე. აი ასე. ცხენის ტანი მზად არის. ავიღოთ შავი პლასტელინი და გავაკეთოთ 4 ცალი ბურთი. შავი ბურთები დავამაგროთ ცხენის ფეხებზე. ახლა გავაკეთოთ თავი. ამისთვის დაგვჭირდება პატარა ზომის პლასტმასის ბურთულა. ეს ცხენის თავია. ბურთულის ერთ მხარეს წებოთი დავამაგროთ პლასტმასის ჭხირი, ანუ კისერი და შემდეგ დავაწევოთ ცხენის ტანზე. შემდეგ შევუდგეთ ყურებისა და კბილების გაკეთებას. ყვითელ ფურცელზე დავხატოთ ყურები, ხოლო თეთრ ფურცელზე კი კბილები. აი ასე. გამოჭრეთ ყურები და კიდეები ცოტა გადავუკეთოთ.
ყურები დავამაგროთ თავზე. შემდეგ გამოვჭრათ კბილები და დავაწებოთ სახეზე. ახლა კი თვალების გაკეთება დავიწყოთ. თეთრი პლასტელინისგან გავაკეთოთ დიდი ბურთები, ხოლო ლურჯი პლასტელინისგან კი პატარა ბურთები. ლურჯი ბურთები ზემოდან დავამაგროთ თეთრ ბურთებს. სულ ბოლოს კი შავი პლასტელინისგან გავაკეთოთ პაწაწინა ბურთები და დავამაგროთ ლურჯ პლასტელინს. ცხენის თვალებიც მზად არის. ახლა დროა ისინი ცხენის თავზე დავამაგროთ. აი ასე. ავიღოთ შავი ძაფი, გადავკეთოთ რამდენიმე ფენად და მოვჭრათ. ამის შემდეგ ეს ძაფი კვლავ გადავკეთოთ რამდენჯერმე და ისევ მოვჭრათ. ეს ცხენის თმებია, რომელიც თავზე უნდა მივაძებოთ. აი ასე. შავი ძაფით იგივე მოქმედება კიდევ ერთხელ გავიმეოროთ. ეს ცხენის ფაფარია. ფაფარი კისერზე წებოთი მივამაგროთ. აი ასე. ახლა ავიღოთ შავი პლასტელინი, გავაკეთოთ პატარა ბურთულები და მივამაგროთ სახეზე. ეს ცხენის ნესტოებია. ესეც ასე, ჩვენი ლამაზი ცხენიც მზად არის. ჩვენ კი მომავალ ჯადოსნურ თითებამდე გემშვიდობებით. გადაცემაში რეკლამის დროა და რამოდენიმე წუთში დაგიბრუნდებით. დავბრუნდით სტუმრებთან ერთად და მე გაგაცნობთ მათ. ესენი არიან საცხენოსნო სპორტული სკოლის ხელმძღვანელი ბატონი დიმიტრი ჩიტრეკაშვილი და სპორტსმენი შალვა გაჩეჩილაძე. გამარჯობათ ბატონებო კიდევ ერთხელ. დღეს ჩვენ საუბრობთ ცხენებზე და კარგი იქნება თუ დავიწყებდით საქართველოში რამდენად პოპულარულია ცხენოსნობა. აი ამ საკითხით. შემიძლია ვთქვა, რომ ასე თუ ისე საქართველოში პოპულარული არის საცხენოსნო სპორტი. დიახ. კონტეს ასაკი იწყება უფრო პატარა ასაკიდან, 7-8 წლის ბავშვები ძალიან ბევრი არიან დაკავებული საცხენოსნო სპორტით. აი, მოდით ვისაუბროთ ჯიშებზე. ქართული ჯიშები თუ არსებობს? თუშური ცხენი მოგეხსენებათ, სათავეს იღებს თუშეთიდან. და იყო მთის ცხენი, რომელიც ძალიან კარგად იყო ადაპტირებული მთის პირობებში და კარგად დადიოდა და ემსახურებოდა იქნებ მოსახლეებს, როგორც გადასაადგილებელი, კაი საშუალება იყო სოფლის მეურნეობის მეშიც გამოიყენებოდა. შემდგომ ეს ჯიში რაღაცა რო აღარ მიექცა ყურადღება, გადაჯიშდა, ანუ დღეს სელექცია რაღაც არ მიდის ამ ჯიშის, ვერ ვიტყვით ეს თუშური ცხენი სადმე არსებობს. უბრალოდ ისტორიულ და ქაღალდზე დარჩა ეს ყველაფერი. იყო ასევე დასავლეთ რეგიონში მეგრული ჯიშის ცხენები, რომელიც საკმაოდ პოპულარობით და კარგად ჯირითიც კარგად გამოიყენებოდა და ასევე ყველაფერს რაც სოფლის მეურნეობის შეეხებოდა ყველაფერს. ეს მის სხეულის აგებულებითაც განსხვავდება, მე რამდენადაც განსხვავდება და თუშური ცხენი როგორც მთისთვის ხო ცოტა უბრალოდ ცოტა დაბალი ცხენი იყო და ეს მეგრული ცხენი ისეთ რა ვთქვა ტანწერტება და მაღალი ხო. თუშური ცხენთან დაკავშირებით მაქვს კითხვა. თუშური ცხენი თითქოს სიარულთას ბალახს ჭამდა და ის რამდენად შეესაბამება სიმართლეს? კი, ეს აუცილებლად ეგრე იქნებოდა, იმიტომ რომ იქ შორს მანძილზე რომ მიდიოდა ცხენი რაღაცა უნდა მიეღო, რაღაც დოზით საკვები, რომ იმას შეენარჩუნებინა თავი. და მე რამდენადაც ვიცი, საერთოდ აი ამ თვისებით გამოირჩევა თუშური ცხენი სხვა ცხენებისგან. უფრო მეტად ამტანი იყო ამ პირობებში და ზამთარში ხო ძალიან დიდი თითოეულობა იყო და ცხენს რაღაც თავისი თავი უნდა ეკვება, თორე იმას ესე ხელით არავინ არ აჭმევდა. ყოველთვის დგებოდა და აი მიწიდან იღებდა ამას თოვს თხრის და ფესვებსაც კი ჭამს ცხენს ეგის უნარი გააჩნია როცა ადაპტირებულია და გასაგებია. გადავიდეთ ბატონ შალვასთან კითხვით. აი რას გვეტყვით რა როგორია ცხენოსნობა, რა შეგრძნება, რას ურჩევთ თქვათ სხვა მაყურებლებს. რატომ აირჩიეთ თქვენ მაგალითად? ნუ პირველ რიგში იმიტომ რომ ცხენის მიმართ სიყვარულმა გადამაწყვეტინა მისვლა საერთოდ იპოდრომზე და დაწყება და ჩართვა ამ სახეობაში, მაგრამ ჩემი ეს სიყვარული ცხენის მიმართ გადაიზარდა უფრო ესე ვთქვათ პროფესიული სახე მიეცა. და ცხენი მით უმეტეს ესეთი ცხოველია, რო შეხვალ ურთიერთობაში ძალიან იცის მიჩვევა. გაქვთ თუ არა რაიმე ჯილდოები ამ სპორტში მიღებული? თავისთავად მაქვს გარკვეული ჯილდოები მიღებული და საერთაშორისო ასპარეზეც ნორმალური საკმაოდ ძალიან კარგი შედეგები გამოჩნდა. ვარ მსოფლიო თასის
ფინალისტი ორგზის 2011-2012 წლის ფინალისტი სამწუხაროდ ვერ გავიმგზავრე ფინალზე, მაგრამ ესეც უკვე საქართველოს სპორტისთვის, საცხენოსნო სპორტისთვის დიდი მიღწევა. რა თქმა უნდა. აი მე მაგალითად ძალიან მიყვარს ცხენები, მაგრამ რატომღაც არ არის ტელევიზიით გადმოცემული ეს დოხს გულისხმობ. დოხს გულისხმობ. სპორტსმენები არ გვყავს თუ უბრალოდ არ ტარდება ხშირად შეჯიბრებები. დოღი ალბათ 2002 წლიდან აღარ ჩატარებულა საქართველოში და ეს სახეობა მივიწყებულიც არის თბილისის იპოდრომზე ვგულისხმობ. თორე სოფლებში და მაგალითად ბახმაროში, დუშეთში კიდევ ეს ყაზბეგში ტრადიციული სახეობაა მათი და ყოველთვის ტარდება, ყოველწლიურად ტარდება დოღები. გარკვეული რეკლამა სჭირდება ამ სპორტს, რომ მეტი სურველი და მეტი ადამიანმა ხალხის დაინტერესება რამდენად არის აი ამ სპორტში? ბოლო წლებში საკმაოდ მომატებულია, ბევრი დაინტერესებულია, ბავშვები მოდიან. მე გამიგია რომ ადრე არსებობდა ესეთი სპორტი, როგორიც არის ცხენბურთი. საქართველოში თუ იყო გავრცელებული და მიგიღია თუ არა მონაწილეობა თქვენ? მე პირადად არ მიმიღია ამ სახეობაში მონაწილეობა, მაგრამ საქართველოში განსაკუთრებით გურიაში და აღმოსავლეთ საქართველოში არის განვითარებული ეს სახეობა. იპოდრომზე რა სიტყვით, რა მდგომარეობაა დღეისათვის? ეტაპობრივად ვითარდება, ეტაპობრივად ინფრასტრუქტურა იქმნება, მაგრამ რაღაც აი ამ ეტაპზე შეჩერებული არა. ეს მოგეხსენებათ, რომ ძალიან ძვირად ღირებული სპორტია და ეს ყველა ცვლილება ჩვენზე ძალიან აი მკვეთრად აისახება ყველაფერი და აი ახლა კი ვნახოთ სიუჟეტი, რომელიც მე თავად მოგიმზადეთ. ეს თბილისის იპოდრომია. 2007 წლიდან თბილისის იპოდრომი ლისის ტბის ტერიტორიაზე მდებარეობს. იპოდრომის ტერიტორია დაახლოებით 31 ჰექტარს მოიცავს. თუმცა აქ მშენებლობა ახლაც მიმდინარეობს და ბოლომდე არ არის დასრულებული. ამჟამად იპოდრომზე 4 თავლად დახურული მანეჟი მდებარეობს. სულ მალე აქ აშენდება მოედანი შეჯიბრების ჩასატარებლად. შედეგად თბილისის იპოდრომს საშუალება ექნება სხვადასხვა საერთაშორისო შეჯიბრებებს უმასპინძლოს. თავდაპირველად თბილისის იპოდრომს 40 ცხენი ჰყავდა. თანდათანობით მათი რაოდენობა გაიზარდა. დღეს კი აქ დაახლოებით 90 ცხენია. ცხენების ნაწილი იპოდრომს ეკუთვნის, ნაწილი კი კერძო მესაკუთრეებს. აქვე ფუნქციონირებს საცხენოსნო სკოლა, რომელიც 2010 წელს გაიხსნა. იპოდრომის დახურულ მანეჟში სკოლის მოსწავლეები ყოველდღიურად ვარჯიშობენ. მოსწავლეებს შორის ბევრი ბავშვია. ეს სკოლა ერთადერთია საქართველოში, სადაც ცხენებზე ჯდომას ასწავლიან. საცხენოსნო სკოლა ამჟამად სხვადასხვა ჯიშის 25 სასწავლო ცხენს ფლობს. საცხენოსნო სპორტი საქართველოში ყოველთვის პოპულარული იყო, თუმცა დღეს სპორტის ამ სახეობას ნაკლები ყურადღება ეთმობა. ეს თბილისის იპოდრომის თავლებია. იპოდრომის სპორტულ საჯინიბოში 14 ცხენია. სპორტული ცხენები სხვადასხვა საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობენ. ეს კი ქართველი მხედრების მიერ მოპოვებული ჯილდოებია. პირობების უქონლობის მიუხედავად ქართველი ცხენოსნები მაინც მონაწილეობენ შეჯიბრებებში და კარიერაში წარმატების მისაღწევად ძალას არ იშურებენ. ბატონ დიმიტრი, თუ შეიძლება გითხარით, რა თვისებებით განასხვავებენ და ხასიათებენ ინგლისურ, არაბულ და ანდალუზიური ცხენის ჯიშებს? ეს ყველა ცხენს აქვს თავისებური ხასიათი, რომელიც გამოირჩევიან. ხა არაბული არის უფრო ბიცხი და უფრო ყველასთან განსხვავებით უფრო აგრესიული ცხენი არის, ასე ვთქვათ, რომელიც გამოხატავს თავის აგრესიას, მაგრამ ამავდროულად არის ძალიან ლამაზი ცხენი. ესეთივეა ინგლისური. ინგლისური არის ყველაზე სწრაფი ცხენი, რომელიც რა ვიცი დღეს არსებობს დედამიწაზე, ყველაზე სწრაფად მოისაზრება ეს. ანდალუზიური მინდა გითხრათ, რომ ესეც ერთ-ერთი ისეთი ცხენია, რომელსაც აქ ძალიან ბევრი კეთილი თვისება, რომელიც უფრო ადვილად შემოდის ადამიანთან ურთიერთობაში და არის უფრო ადაპტირებული ადამიანთან. უფრო მეტად. განსხვავებით უფრო სითბოს გამოხატავს ადამიანების მიმართ. ცხენის რომელ ჯიშს ანიჭებთ უპირატესობას?
მე მაინც ეხლა ესე გამორჩეული ჯიში არ მაქვს, მაგრამ თავის ეს არის ახალთექური, რომელიც შუააზიური ჯიშია, რომელიც მოისაზრება, რომ ყველაზე ძველი ჯიშია და ძალიან ლამაზი არის. ანუ ფერების კონტრასტი აქვს ძალიან ლამაზი. სტანდარტული ფერები არ არის, როგორც არის ახლა შეიძლება არაბულს კონდეს. ეგეთქვით ფერებთან დაკავშირებით არაბულიც შავი არ არსებობს, არის ლურჯა, თეთრი და ეგეთი ფერებია. წაბლის ფერი შეიძლება იყოს და ახალთექვის ახალ ძალიან ისეთი მკვეთრი და ლამაზი ფერებია. რომელია ყველაზე ძვირადღირებული ცხენის ჯიში? ყველაზე ძვირადღირებული ცხენის ჯიში არის ეს ინგლისური სუფთასისხლის ცხენი, რომელიც დოღებში იღებს მონაწილეობას და ამიტომ ყველაზე სწრაფები არიან ამ დროს ეს სისწრაფე და ეს ყველაფერი აძლევს იმის საშუალებას, რომ იყოს ყველაზე ძვირადღირებული ცხენი, რომ ბადალი არ ყავს დღეს, რომ ვინმე შეეჯიბროს სისწრაფეში. იცით რა მაინტერესებს, როგორ უნდა მოუვაროთ ცხენს? ეს არის ძალიან ისეთი რთული პროცედურა. ცხენის ფიზიკურ მონაცემებზე აისახება მისი მოვლა. არის ძალიან ბევრი საშუალება, უნდა კონდეს ყოველდღიური შეხება ცხენთან, ყოველდღე უნდა გაწმინდო, ყოველდღე უნდა დაბანო, გაასეირნო, აბალახო, არის ათასნაირი საშუალება შამპუნით დაბანო. შეგიძლიათ გითხრათ, რამდენი ხანი სჭირდება ტიპიურ ცხენს მოსათვინიერებელ და რაზე არის ეს საერთოდ დამოკიდებული? ეს დამოკიდებულია პირველ რიგში ურთიერთობაზე, რამდენად ცხენი შემოვა შენთან ურთიერთობაში. როგორც კი შემოვა ურთიერთობაში, იქიდან იწყება უკვე მისი ხედნილობა, გახედნა და ეს სადაც გრძელდება წელიწად ნახევარი. ბატონ შალო, თუ შეიძლება გითხარით, რომელი ცხენის ჯიშები გამოიყენებიან სპორტულ შეჯიბრებებში? სპორტულ შეჯიბრებებში სახეობებით იყოფა ცხენოსნობა. ბარიერების გადალახვაში გამოიყენებიან ბელგიური, ჰოლანდიური, ფრანგული, გერმანული ჯიშის ცხენები, რომლებიც სპეციალურად არიან შექმნილი ამ სახეობისთვის. მათ აქვს შესაბამისი მოქნილობა, შესაბამისი ძალა, ისეთივე სისწრაფე არ აქვს, როგორც ინგლისურის ცხენს. მათ სპეციალური მონაცემები სჭირდება, რომ გადალახოს ბარიერი. ასევე დიმიტრი მახსენა დოღისთვის არის განკუთვნილი წმინდა სისხლის ინგლისური ცხენები, რომლებიც გამოიყენება უშუალოდ დოღში. ტელევიზორში ალბათ გაქვთ ნანახი მუსიკის ქვეშ ცხენები როცა ეკავენ. ძალიან საინტერესო სახეობაა და ეს არის ხედნილობის უმაღლესი სკოლა, სადაც სრული დამორჩილება ხდება ცხენის და სრული სიზუსტით ფასდება ცხენის თითეული მოქმედება, რომელსაც გასცემს მხედარი ზევიდან. ამ სახეობაშიც სხვა ჯიშის ცხენები არის საჭირო. ცხენის გაწვრთნისას რა არის პირველი ნაბიჯი? ანუ რას ასწავლით ან აჩვევთ მათ? ცხენი, რა თქმა უნდა, თავიდან არ გუობს ისე ადამიანს, როგორც უკვე შემდგომ. პირველ რიგში საჭიროა ძალიან დიდი სიფრთხილე, პირველი ნაბიჯების გადასატანად ცხენი ახალგაზრდაა. დაახლოებით 4 წლიდან ხდება ცხენის გახედნა. და ძალიან დიდი სიფრთხილე და სიზუსტე მართებს მხედარს, რომ თავიდანვე, ანუ სანამ ცხენი კვიცად ითვლება, არ დაუშვას რაიმე შეცდომა, რაც მერე შეიძლება წლების მანძილზე გამოსასწორებელი გაუხდეს. პირველ რიგში ძალიან შვიდად უნდა ასწავლო მასთან მიახლოება, რომ არ შეეშინდეს ადამიანის აღვირის გაკეთება. ესე ვთქვათ, პირველ რიგში კონტაქტში უნდა შეხვიდე. და შემდეგ უკვე ნელ-ნელა აჩვევ დანარჩენ ატრიბუტებს, ეს იქნება უნაგირი, სპეციალური აღკაზმულობა ფეხებისთვის თუ ასე შემდეგ. გამიგია ბატონო დიმიტრი, რომ ცხენს რო ფეხი ტყდება, მას კლავენ. რამდენად მართალია ეს ინფორმაცია? ის აღარ გამოიყენება, მაგრამ დღევანდელობაში უკვე აღარ კლავენ და იმას ინახავენ, ანუ მიდის ოპერაციის ჩატარება. აქტიურ სპორტში აღარ ირთვება, უბრალოდ ტოვებენ ცოცხალს. ცოცხლად რჩება, გასაგებია. დღეს უკვე ეგ საშუალებას აღარავინ აღარ ეყენებს, რომ ცხენი ეგეთი მეთოდით რაღაცა. აი ეს ნალის დაჭედება როგორ ხდება ფლოქსზე? ნალის დაჭედება ხდება სპეციალური პროფესია მჭედელი, რომელიც უკეთებს ამ ნალს, ასუფთავებს, უკეთებს და მე რუსნებით არტყავს ამ სპეციალურ რუსნები, რომელთაც ამაგრებს ნალს ჩლიქზე. ანუ ნალბანდი ქვია, ხო ამას? ნალბანდი არის, რომელიც ნალს ჭედავს თვითონ, გამოყავს ფორმა, რკინის ფორმას. გასაგებია. ეს ნალის ვინც არტყავს, ეს არის ჭედელი. გასაგებია და ეს თუ ზუსტად და ცოდნე გააკეთებს დაჭედვას, არ ტკივა ფლოქსს. ის არ უნდა იტკინოს. ეს სპეციალური პროფესია, რომელიც ადამიანს სწავლობს.
ვისაც ცხენთან აქვს ურთიერთობა, ის ცალკე პროფესიად ყალიბდება, რომელიც აკეთებს ამ ყველაფერს. სპეციალური ცოდნა ჭირდება რა ცოდნა ჭირდება აუცილებლად, რომ ის არ დააზიანო მე ის ტრავმა არ გაუმიზეს ან რაღაცას. ჩვეულებრივ ინფექციაც შეიძლება წავიდეს იქიდან ცხენი დაიღუპოს. ძალიან შიშარა არსებები არიან, რამდენადაც მე ვიცი, ხო? შიშარა არა, უბრალოდ ფრთხილები არ, იმიტომ რომ ბუნებაშიც ეგენი არიან სხერფლის როლში. სულ რაღაც სულ დაძდევენ, ან ხო ან დასაჭერად ან ვიღაცამ უნდა შეჭამოს ეს დაცებლები ხო დაძდევენ ცხენებს. და ამიტომ სულ სხერფლის როლში და პატარა რაღაცაზეც უკეთ ფრთხილობენ და ყოველთვის გარბიან. ეგ საშუალება აქვს ერთი რომ თავი დაიცვან სირბილით. გამიგია რომ თეთრი ცხენი არ იბადება და რატო ხდება ეს? რატომ ხდება მაგას ვერ გეტყვი, მაგრამ იბადება შავი ცხენი, შავი კვიცი. და მერე იცვლის ფერს და ხდება თეთრი. ნენელა ეს ბეწვი სულ ახდება. ცხენს რაღაც ასაკში უკვე ეცვლება ეს ფერი და გამოდის თეთრი. ეს ყველა გადადის თეთრ ფერში. არა. აუცილებლად შავი თუ დაიბადება, მერე გათეთრდება. ანუ შავი ცხენი შავი ცხენიც არის. მაგრამ ის უფრო რაღაც სხვა ფერი იბადება, ეგეთი შავი არ არის კოპრივი. ის მერეღებულობს იმ ფერს. ანუ ეს ფერი ბეწვს იცვლის ცხენი რა. და რომ დაიბადება ცხენი შავია როგორც თქვით, ხო? ანუ პატრონი ატყობს, რომ შესაძლოა ეს ცხენი გათეთრდეს, ანუ რაღაც კი, აი იმ შავს ის შავი როცა დაიბადება, იმას ეთქვა, რომ ის გათეთრდება აუცილებლად. მაგრამ ის ფერი ძირითადად რჩება, მაგალითად წაბლის ფერი. შავი ცხენიც უფრო ღებულობს ღია რიჟა ფერს და მერე შედის სიშავეში. და მოხდება. ლაქებსაც მერე იღებს? არა, ლაქები თანდაყოლილია. 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 თუმცა რაც უფრო სუფთა და ნაკლები ლაქა აქვს ცხენს, მით უფრო მეტად ფასობს. კი, ოღონდ ეგ შეფერილობაზეც იმაშია, მაგალითად არის ჩალისფერი ცხენი, რომელსაც უხდება ეს ლაქები და ძალიან ისე მკვეთრად შავი ლაქები ეტყობა. შუბლზე თეთრი ლაქა. ხო, ან თეთრი ლაქა შუბლზე ეს რაღაცა თავის ასოციაციას აჩენს და სილამაზეს ერთგვარად ხდის. და ნალს რასაკედან აჭედებენ ყვიცს? ნალს აჭედებენ, როცა იხედნება ცხენი, როცა მხედარი უკვე ზევიდან იწყებს დაждდომას და ხედნას მისას, რომ ფეხები არ დაუზიანდეს, აუცილებლად ნალი უკეთდება. დაახლოებით რა ასაკია ეს? ეს არის 2-3 წელი. დიდი მადლობა ბატონებო ჩვენთან მობრძანებისთვის, საინტერესო საუბრისთვის. იმედია რომ აი ესეთ სპორტს, როგორც არის ცხენოსნობა, უფრო მეტი ყურადღება დაეთმობა ჩვენ საზოგადოებაში და განვითარდება უფრო და უფრო. ახლა კი ჩვენ ტრადიციულად შევაჯამოთ ჩვენ დღევანდელი შეხვედრა და რა მოგვეწონათ, რა გავიგეთ და ასე შემდეგ რაში გამოვიყენებთ. მე გავიგე უჩვეულო რაღაცეები ცხენებზე და თუნდაც ის რომ ისინი არ იბადებიან თეთრები და შემდგომ თეთრდებიან და მე მგონი ეს იშვიათი არის. დღევანდელი გადაცემიდან გავიგე რომ ინგლისური ჯიშის ცხენი არის ყველაზე სწრაფი და ყველაზე ძვირადღირებული. და საერთოდ ცხენოსნობა არის ცხოვრების ჯანსაღი წესი და კარგი იქნება თუ დავინტერესდებით უფრო მეტად და ვესტუმრებით ჩვენს იპოდრომს, რითაც ცნობიერებაც ამაღლდება, ინტერესიც გაიზრდება და სახელმწიფოს და სხვა ესე იგი დამფინანსებელი პირებიც უფრო მეტად მიაქცევენ ყურადღებას იპოდრომს. და იმედი მაქვს რომ განვითარდება უფრო ცხენოსნობა საქართველოში. რა თქმა უნდა, ნინი. და ეს მაჩვენებელია სწორედ ცხოვრების ჯანსაღი წესის. მოდით ბავშვებო, ახლა ვნახოთ ეკოვიზის რჩევები. თუ ცხენზე ჯდომის სწავლა გსურთ, მიმართეთ გამოცდილ მწვრთნელს. არ დაჯდეთ ცხენზე თვითნებურად, თუ არ გაქვთ გამოცდილება. თუ თქვენ რამდენიმე მხედართან ერთად მოძრაობთ, აუცილებლად დაიცავით მანძილი ცხენებს შორის, რადგან სხვა მხედრის მოახლოებისას თქვენი ცხენი შეიძლება შეშინდეს. ცხენს מחვილის მენა აქვს, ზედმეტი ხმაურისას ის შეიძლება დაფრთხეს და გადმოგაგდოთ. ამიტომ ვიყავით მშვიდად და ყურადღებით. ცხენთან მიახლოებისას იყავით ფრთხილად. არ გააკეთოთ მკვეთრი მოძრაობები, რადგან შეიძლება შეშინდეს და ფეხი დაგარტყათ. თქვენ კიდევ ერთხელ მადლობა ბატონებო, ჩვენ კი ჩვენს ტელემაყურებელს მომავალ შეხვედრამდე გამშვიდობებით, კვლავ საინტერესო თემებით. კარგად გაგრძელოთ.